კულისებში ძალიან მოდელია და ცოტა ნერვიულდი. ესე იგი, აქ მე უნდა გავიკეთო ჯერ მაკიაჟი, მე ჩავიცვა ტანსაცმელი, სკაბარაც უნდა ვაჩვენო საზოგადოებას, მაგრამ ვასკა მინდა რომ ნახოთ ჯერ. ეხლა მე ვასკას თან მაგ ერთი კითხვა. ეს არის ჩემი პირველი ჩვენება. ვასკამ დამპატიჟა როგორც მოდელი და არა როგორც ეს ხო მიკროფონით ხო. კაი, მაგრამ მე ეს შანსია არ გავუშვი ხელიდან და უბრალოდ ეხლა მაინტერესებს მე ვღელა ძალიან უფრო მეტად თუ შენ. მე დაგაწყდა თუ შენ უნდა დამატო. მე მგონი აღარ ვღელა უკვე გუშინ იმდენი ვიღებთ ერთად რომ დღეს გუშინ მქონდა რეპეტიცია. ხო და შენ ვღელავ ხო ცოტა? მე ძალიან არ ნერვიულდა ეს ამდენი მოდელი და ეს განათება და მაკიაჟი ყველაფერი რომ დავინახე ცოტა ნერვიულდა. აი რა მეგონი მე დაგაწყდა ხა და არა უშავს ყველაფერი კარგად იქნება. თავი შენ ახლა ძალიან იჭერი დიზაინერი და ჩემი ფავორიტია. კრისტინა არის ოქროს ხელება. გრიმიორი, ვიზაჟისტი, ლეგენდარული, რომელიც ახლა რაღაც დამატანიანებელს მისვამს. პრაიმერს. ეგ არის პრაიმერი რა არის? ანუ ეს ახლა ბაზა. ტონალურამდე. რომელიც რა შვება? არბელებს მაკიაჟიც მგრადია. ანუ ახლა ანტიშაინია. რა ლამაზი წარბის ფორმა გაქვს. მართლა? იცი რომ არ ვიკეთებ წარბე? ხო და ამიტომ არის ლამაზი. არ ვიკეთებ ხელსაბრახლებ. უნებრივი კარგი ფორმა, სახის ფორმის. ეხა ხო მოდაშია ძალიან ეს რაღაც კარდაშენის წარბები. მე ძალიან არ მომწონს. პირადად. თქვენ? არა, მეც არ მომწონს. ისე ვასკას მოთხოვნა როგორია? როგორი მაკიაჟი უნდა გქონდეთ მოდელს? ისეთ რა ვნახეთ ჩვენ ერთად კოლექცია რაღაც ვიზუალები და ვიფიქრეთ რომ თვალზე უნდა იყოს აქცენტი. თვალი იქნება შავი? თვალი შავი მთლად შავი არ იქნება. ალბათ უფრო სმოკია ის იქნება. აი გადაყვანა იქნება. მოყავისფრო შავი ყავისფროში. თქვენ რამდენ მოდელთან გიმუშავიათ? აი მაინტერესებს მათი სახის კანი როგორ უძლებს ამდენ მოდისკვირეულს, ამდენ გადაღებას. კარგია და ხარისხიანია, რატო არა? აი თქვენ რა არის საჭირო იმისთვის, რომ მალე არ დამიბერდეს კანი, როცა ცხოვრება. Started down Tottenham Court Road. ვის ჩვენებაზე გადმოდიხარ? დიანა ქვარიენ. თქვენს დიანას გოგოები ხართ? უი, ამ გოგოებს ვიცნობ მე ყველას. ლუკას ვიცნობ. სამივე მის საქართველოს ხარ? მოიცა წლები, ახლა მაინტერესებს შენ რომელი? მე მოქმედი. მოქმედი მის საქართველოში? მე 2013-2014. 12-13. აჰა, ნახეთ. დამად გამეგვირგვინი, მე ლუკას დავადგიგვირგვინი. მირანდა არის ერთ-ერთი მოდელი, რომელიც გუშინ გავიცანი რეპეტიციაზე. მირანდა. ძალიან ლამაზი ხარ. მადლობა. შენ რამდენი წელი? 15. მარიამ, ადექ ერთი წუთი მინდა ვანახო, რომ შენ ხარ 1.83 ხო? ჩვენს მაყურებელს. ნახეთ რამ სიმაღლე გოგო. ესე იგი მე რამდენი გამოვიძე 1.80. 80. კაი, ძალიან ლამაზია მარიამიც. ეს გოგო, საერთოდ რა პარამეტრებში ჯდება მოტრიალდი? რამდენი ხარ? 90 არ ხარ. შენ ხარ 60, აქ ხარ, კაი, აქ ხარ 90. ხა მკერდი ხარ? ცოტა უფრო 80. მეტი. კაი, 80. კაი, წელი? 60-61 მერყევ. აი იდეალური. თეძო? თეძო 89. ან რაც კონდა. 86, 60, 89. ნუ იდეალური პარამეტრები. სიმაღლე? 79. 79. ნუ აი მოკლედ რა გოგოა ეს ნანუკა, შენ ვის მოდელი? თავად შენც იგივე პარამეტრები გაქვს. ხალხად მასაც არ არის. ცოტა ბებერი ვარ. ამაზესი არანაირად. მარიამი არის ფრილანსერი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ არც ერთი სააგენტოს მოდელი არ არის. კი, არა. ასეთი ლამაზი გოგო, როგორ უნდა დატოვოთ ყურადღების გარეშე? მე ძალიან მაინტერესებს ვასკას შეფასება. არ ვიცი, მე სუბიექტური ვარ და მიკერძოებული და ძალიან მომეწონა თუ ეს ობიექტური სიმართლეა? ვასკას როგორც ადგილობრივები, ასევე მგონი საერთაშორისო პრესაც აკვირდება, მას შემდეგ რაც შოურუმებს მართავდა და მისი შემოქმედება ყველას ძალიან მოგწონს, იმიტომ რომ ის არის საოცრად ზომიერი და თან აი ამ ბელგიური სტილის ელემენტებთან ერთად აქვს თავისი ინდივიდუალური
ხედვებით ჩართული? რუსებში უფრო იცოდნენ თუ ვინ არის ქართველი დიზაინერი, იმიტომ რომ ქართველებს იცნობდნენ. ევროპაში და ამერიკაში და აზიაში ნაკლებად და ეხლა უკვე თითქმის მთელ მსოფლიოში ქართველი დიზაინერი აღარ არის რაღაცა ესეთი სამარცხვინო ფაქტი, რომ არ იცოდნენ ან რა ქვეყანა, ან თუ არსებობს თუ არა საერთოდ მოდა. ეხლა იციან რომ ჩვენ ქვეყანაში მოდა არსებობს. აქ რა ხდება? მოდების რასაც ჩავიცვან. აჰა, ესე იგი ჩვენ უკვე მზად გაქვთ მები. მანახე ძალიან ლამაზი. ჩემი კაბა სად არის? შენი კაბა იქ არის ყოველთვის მორჩი შენ უკვე. მორჩი ხომ მოგწონარ? აი, ჩემი კაბა, ეს კაბა უნდა ჩავიცვა. სად არის? ჩემი სახელი და გვარი დააფიქსირეთ.